მოკლედ მარტი გვიახლოვდება, გაზაფხული მოდის, ამ ყველაფერს ამინდების მრავალფეროვნებით და ბობოქრობითაც უგრძნობთ. აი რაც ცვლილებებს გამოიწვევს ასტროლოგიური ამინდის თვალსაზრისით ეს პერიოდი, მით უმეტეს რომ ლილიტის მორიელში გადასვლის მომსწრენი გავხდებით მალე და როგორ უნდა გავიაროთ დაბნელებების კორიდორი, რომელიც მარტის თვეში გველოდება. Ვინ თუ არა ასტროლოგი კეთი ოდიშელი გვეტყვის ამ ყველაფრის შესახებ, რომელიც შემოგვიერთდა დილამშვიდობისა კეთი. მოკლედ ველოდებით თქვენგან პროგნოზებს, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ახლა ტელევიზორთან ყურადღებით გვისმენს და დავიწყოთ. ჯერ პირველ რიგში გითხარით აი ეს ლილიტის გადაბრძანება მორიელში, რას მოგვასწავლებს და როგორ აისახება ის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე და თავად მორიელებზე. უნდა უხაროდეს თუ არა ჟურას ეს ამბავი პირველ რიგში ეს კავარ. პირველ რიგში გავაკეთოთ მაინც აქცენტი მარტზე და რატომ არის მარტი ყოველთვის გამორჩეულია, ხო? და გამორჩეულია მარტი იმით, რომ ეს არის რესტარტი ერთგვარი, ახალი წელი გაგვიგია რომ ბევრი გვაქვს ზოგადად და აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი წელი, რომელიც სეზონურ ცვლილებებს უკავშირდება, სწორედ მარტისთვის უკავშირდება ხოლმე 20-21 მარტი, ნუ წელს უწევს 20 მარტს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი წელია წელს და ძალიან მნიშვნელოვანი მარტია წელს, იმიტომ რომ მარტში სწორედ დაემთხვა ძალიან ბევრი ცვლილებები პლანეტარულიც, დაბნელებებიც, თვითონ დერეფანიც ზუსტად მარტში დაემთხვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლილიტი, ეგრეთ წოდებული ესეთ მაცდუნებელი ტენდენციების ეს მითოლოგიურად ვიცით ხო ლილიტის შესახებ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის. მორიელის იცით რა, ერთი და იგივე. ეხლა ცოტა სიღრმისეულად ასტროლოგიაში რო შევიდეთ, იქ დიფერენციაცია არის რა თქმა უნდა სხვადასხვა, მაგრამ ძირითადად მოვიხსენებთ ხოლმე შავმთვარეს ლილიტად. კი ბატონო, სწორია, შევთანხმდეთ. უბრალოდ ზედმეტად მისტიფიცირება ხდება ხოლმე ერთი მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის გვჭირდება ხოლმე რაღაც ჯადოსნობა, რაღაცა მაგია და მეორე მხრივ მარტო ლილიტის მოკლედ რისხვის თემა ნამდვილად არ მუშაობს. იმიტომ რომ თუ პლანეტარულად რაღაც ხელშემწყობი ფაქტორები არ აქვს ხოლმე, ვაიმე ლილიტი მორიელში მყავს და მორიელში გადადის, ეს უსაფუძოა ნამდვილად. ზოგადად რა შეშურება ეს ლილიტი, რომელიც გადადის მორიელში? უფრო მეტად წარმოაჩენს იმ ნეგატიურ და ნაკლოვან თვისებებს ადამიანში, რომელიც უფრო განვითარებულია მასში, ხო? თითოეულ ფსიქოტიპს აქვს უფრო მეტად გამოხატული რაღაც თვისებები და მეთანხმებით, როგორც პლუსში, ასევე მინუსში, აი უფრო მეტად უკეთებს ამას პრეზენტაციას, მაგრამ ამასთანავე აღნიშნოთ, რომ რამდენიმე აწლეულის წინ ერთ-ერთი ავტორი, არ მახსოვს სამწუხაროდ გვარი, გამოუშვა გარკვეული ძალიან საინტერესო წიგნი, გარკვეულწილად სწორედ ამ ლილიტის თემებზე არის, აი პროფესიულად მაგალითად როგორ რეალიზდებიან, ვისაც მაგალითად ლილიტი მორიელში ყავს. ცნობილია, რომ ესეთი ადამიანები არ უნდა გაეკარონ ოკულტიზმს, ხო? აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ოკულტისტები არიან სწორედ ამ პერიოდში დაბადებული. ასევე ვინც მაგალითად მერწყულში მერწყულის ლილიტით არის დაბადებული, მერწყულის სფერო ზოგადად ეს არის ასტროლოგია და არ უნდა გაეკარონ ეს ადამიანები ასტროლოგიას. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ასტროლოგები არიან სწორედ ლილიტი მერწყულები. მიხვდით? ანუ რეალიზება ხდება სწორედ იმ სფეროში ძალიან კარგად. ამიტომ უსაფუძვლოა მარტო ის, რომ რაღაც ის გვეშინოდეს, იმიტომ რომ აი მაგალითად მორიელები. თუმცა, აი ნეგატიური თვისებები, რომელიც განვითარებული აქვს ადამიანს, ეცადოს რომ ამის აღმოფხვრაზე იმუშაოს და რა თქმა უნდა, მორიელების შემთხვევაში უნიკალური ნიშანია ვიცით, ისევე როგორც სხვა, მაგრამ თავისი ძალიან მიყვარს მორიელები, თავისი ძალიან ისეთი მეომარია ბუნებით, არასდროს არაფერი არ ყოფილობს, მაგრამ აქვს რა თქმა უნდა ნაკლოვანებებიც, ხო? და ეს ნაკლოვანებები რა არის? აი, რისი უნდა გვეშინოდეს ლილიტის მორიელში გადასვლის დროს? მოდი ესეთი ფორმულირება მოვიცეთ. უფრო სწორად რა ვარეგულიროთ? მორიელის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნაკლოვანება არის ძალიან მიდრეკილი არის ჩაციკლობისკენ, მოდი ესე ვთქვათ. და ჩაციკლობი რატო? იმიტომ რომ მორიელი ხომ მებრძოლია და მისთვის მოკლედ არსებობს მიზანი. არ არსებობს ის, რომ მიზანი უკვე მოძველდა. ამიტომ ყოველთვის ჩიტიბ ღმნად ღირს თუ არა, ყოველთვის უნდა გაანალიზოს ეს. და ადამიანები იქნება თუ სიტუაცია, უბრალოდ აი რამდენად კიდევ საჭიროა ეს, რამდენად ეს კარგს მომიტანს. აი ეს ანალიზი უნდა ქონდეს ყოველთვის, ეს ერთი. და მეორე, მორიელი მაინც მერვე ასტროლოგიურ სახლს განაგებს და ეს არის ოკულტიზმის, ეს არის გარკვეული მისტერიების სახლი, ხო? და ამიტომ აი ეს მაგიური თავდასხმები, ეგრეთ წოდებული ჯადოქრები
მშობლების თემა, აი შავმაგიური თემები, ხო? აი უფრო წინ წამოდის ეს თვალი, კი ბატონო, თუნდაც. ენერგეტიკული ჩარევები, მოდი ესე დავარქოთ, მაინც და მაინც ნუ შევაშინებთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ რეალურად ამ დროს უფრო აქტიურდება ხოლმე, უფრო მეტად ჭირდებათ ადამიანებს დაცვა. ყველაზე მარტივი, მაგალითად, შავი ფერის მინერალური ქვები ჩვენმა მაყურებელმა რო იცოდეს, ეს არის დამცავი, ხო? მაგალითად გიშერი. მაგრამ კი ბატონო, ცნობილია, ხო, გიშერს ჩულ ბავშვებსაც, მაგრამ ყველაზე კარგი დაცვა ეს არის აქ. თავში. შესაბამისად, თუ მე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, თუ დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ და თუ ვარ ეკოლოგიური სამყაროს მიმართ და ეთიკური, მაშინ ნაკლებად მაქვს ამის შიშიც და პრობლემაც. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხადი, ახლა რაც შეეხება ამ დაბნელებების დერეფანს. დაბნელებების დერეფანს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვით, ოღონდ იქამდე ერთი პატარა დეტალი რა გამოარჩევს ამ დაბნელებებს სხვისგან. მარტის თვე იწყება ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ ვენერა ხდება რეტროგრადული. ვენერაზე გვსმენია ალბათ. ხო, ეს არის პირაცა სიყვარულო თემების, ფასეულობების მართვალი და ძალიან საინტერესოა, რომ ამავე ფერხულში ერთვება მერკური ძალიან მალე. ხო? და ეს ყველაფერი სადღაც შუა აპრილამდე გასტანს. წარმოიდგინეთ, ახლა მარტი მთლიანად და შუა აპრილამდე გასტანს. ახლა ძალიან პატარა ზღაპარს მოგიყვებით. და რა შუაშია დაბნელებებთან მიხვდებით. არსებობს სამეფო, ძალიან ესეთი დიდი სამეფო, ბევრი ხალხით, ყავს მეფე ახალგაზრდა, დედოფალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ამ სამეფოს ყავს, პერსონაჟი, რომელიც არეგულირებს კომუნიკაციებს. ის წერს, ვისთან რა უნდა ვისაუბროთ, მტერთან, მოყვარესთან და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა როგორ დაგვიწერს, როგორ გაანალიზებს და როგორ მივიტანთ მე ამას მსმენელამდე, ასე ვთქვათ. და თვითონ მეფე დედოფალ შორის კომუნიკაციებსაც ხშირად ის აგვარებს, ხო, არეგულირებს, იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. არის მეორე მნიშვნელოვანი პერსონაჟი სამეფოში, ეს არის ერთი ქალბატონი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რა ფორმით ვის უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, ხო? იმიტომ რომ ინტონაციასაც კი მნიშვნელობა აქვს. სად რა უნდა ჩავიცვა, იმიტომ რომ მე თუ მტერთან მივდივარ რაღაცა აღჭურველი ისეთი, ეს უკვე ცუდი ტონია, ხო? ეტიკეტი და რა ფორმით ვაკეთებ ამას. ეხლა ნახეთ, ერთი არის მერკური, მეორე არის ვენერა. ანუ როდესაც ეს ორი მნიშვნელოვანი პერსონაჟი აერორებს ჭყალებში, ანუ ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ირევა სამეფოში, შესაბამისად თითოეული ადამიანი, მე, შენ, ეს არის სამეფოები. და ჩვენ სამეფოებს გვაქვს პატარა პრობლემა ამ პერიოდში, ეს არის კომუნიკაციების და ფასეულობების პრობლემა. ემთხვევა ერთმანეთს და არის რთული საკმაოდ. ეხლა რა შუაშია დაბნელებებთან იკითხავთ. დაბნელებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციკლი ადამიანის ცხოვრებაში, ნებისმიერი ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, უფრო მეტად აისახება კონკრეტულ ადამიანებზე, მაგალითად, უფრო მეტად ახლა ვერძისა და სასწორის ნიშნებზე. ასევე აისახება კირჩხიბების და თხისქის ცხოვრებაზე, ხო? და დაახლოებით 2005-2006 7-იც ნაწილობრივ წელი როგორიც ჰქონდათ, ისეთი მსგავსი რაღაც საფუძვლები იქნება, ახლაც ჩაეყრება კიდე ახალს, ოღონდ მსგავს თემებს. ანალოგიურად რა კუთხით, მათთვის დადებითი იქნება უფრო ეს პერიოდი? თემები იქნება მსგავსი, ხო? და ეს ყველანი შანსახება 2015-ის ბოლო 16-17 წელი, მაგრამ ციკლურობასთან გვაქვს საქმე და რატო ვთქვი? აი ახლა გარკვეულწილად დასრულდება და დაიწყება რაღაც ახალი. და აი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს საღაზროვნებას, იმიტომ რომ ახლა შესუსტებულია ეს ყველაფერი. ნახეთ, ორმხრივია ესეც. ერთი მხრივ სამყარო ძალიან კარგ შანსებს გვაძლევს იმისთვის, რომ რაღაც ძველი შეცდომები ახლა გავასწოროთ. მაგრამ მეორე მხრივ ახალი შეცდომები ზუსტად ახლა არ უნდა დავუშვათ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა, მე ახალი ციკლი იწყება, უკვე ახალ ციკლს ექნება საფუძველი და იქ იქნება ცოტა უკვე პრობლემა. კეთი, ახლა ჩვენ გვაქვს 7-8 წუთი დარჩენილი ჩვენი ურთიერთობის დასრულებამდე. შესაბამისად ამ 7-8 წუთში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი დავაკმაყოფილოთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი. იქიდან გამომდინარე, რომ მარტი არის ძალიან ჭრელი, პროგნოზებიც არის ძალიან ჭრელი, იმიტომ რომ თითოეული ნიშნისთვის არის სხვადასხვანაირი. ერთისთვის, რომ მაგალითად ვერძისთვის, რომ რაღაც კუთხით შეიძლება სასიკეთო იყოს, მეორე კუთხით შეიძლება საფრთხილო იყოს. ამიტომ აქედან გამომდინარე, შევჯერდი და გავაკეთე პროგნოზი იმის მიხედვით, თუ რა თემებში უნდა ვიყოთ ფრთხილი, იმიტომ რომ ცნობილია, რომ რეტროგრადული ვენერას დროს და
მით უმეტეს მერკურის დროსაც ახალს არაფერს არ ვიწყებთ მეგობრებო. ანუ მარტის დასაწყისიდანვე ესთეტიკური პროცედურები, დიაბეტის მართვა რთულდება ხოლმე ჯანმრთელობის, ტკბილთან აქ ცოტა ფრთხილად, ახალი პროექტები არა, PR კომპანიები არა, ქირურგიული манипуляციები, რომელიც ესთეტიკას უკავშირდება არა და კაპიტალ დაბანდებებიც რაღაც მნიშვნელოვანი ამ პერიოდში არა, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება არასწორად ვქნათ, ხო? სწორედ ამიტომ რა სფეროში შეიძლება დაუშვათ შეცდომები, ამის მიხედვით გავაკეთე, რომ ფრთხილად ვიყოთ და სიახლეებიც მე ზუსტად ამ სფეროში იქნება, იმიტომ რომ მარტის ბოლო, აპრილის დასაწყისი სწორედ ამ ტენდენციებს გააქტიურებს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ არის მარტო მარტის თემა, ეს გაგრძელდება მერეც. დავიწყოთ ტრადიციულად ვერძის ზოდიაქოს ნიშნით და ვერძის ზოდიაქოს ნიშანი არის ამ შემთხვევაში სამიზნე. ძირითადი ცვლილებები, ეს იქნება იმიჯთან დაკავშირებული, ეს იქნება გარკვეულწილად პარტნიორობასთან დაკავშირებული, კარიერული, ანუ ვერძი არის სცენაზე ამ შემთხვევაში და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში ხელი ეწყობა კიდეც, მაგრამ თითოეული ნათქვამი სიტყვა და თითოეული ჟესტი, თითოეული იმიჯი გარკვეული ცვლილება შეიძლება უკვე სერიოზული მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდეს. ეს შეგვიძლია კარგათაც გამოვიყენოთ, შეიძლება უკვე აქ რაღაც შეცნობებიც დავუშვათ. სიფრთხილე ვერძებო. კი ბატონო, თორე სცენაზეა, ანუ კარგი პერიოდი. კი ბატონო. კურას ზოდიაქოს ნიშნისთვის პერიოდი არის ორმაგი. ორმაგი რატომ? ერთი მხრივ შეიძლება მნიშვნელოვანი იზოლაციური პროცესებიდან გამოვიდეს, თუნდაც ხანგრძლივად მიმდინარე რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს და ეს პერიოდი იქნება ძალიან კარგი იმისთვის, რომ გადააკონტროლოს. ნახოს შეიძლება დიაგნოზი სწორედ ამ დროს დაისვას. ამიტომ ამ კუთხით შეიძლება სასიკეთეც იყოს. საფრთხილო არის იქ, რომ გარკვეული მისი საიდუმლოებები შეიძლება გაიხსნას. შეიძლება არ უნდოდეს მას ან დროზე ადრე მოხდეს. ყოველ შემთხვევაში კურვებმა უნდა გაანალიზონ აუცილებლად თავის ცხოვრება, გარკვეულწილად უფრო პირად თემაში, იმიტომ რომ სწორედ აქედან შეიძლება უკვე კუდები გაჩნდეს და შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედებსაც ქონდეს ადგილი, ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ და კარგად გააკონტროლონ მოკლედ თავისი ესეთი პირადი ასპარეზი. გადავედით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანზე და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანიც პრინციპში ერთ-ერთი სამიზნეა დადებითი კუთხით, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად სცენაზეა, მეგობრების სოციალიზაცია და აი ფეხი თუ დაუცდა, მე ხო იცით, უფრო მეტად დიდ მასშტაბებში დაზიანდებიან ხოლმე ხო ესეთი ადამიანები. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ სწორედ ამას, ზომიერება ალბათ იქნებოდა ტყუპებისთვის ყველაზე კარგი ესეთი საკვანძო ფრაზა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით პირად საკითხებთან, ხო. კერჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, აქ თავიდანვე გამოვყავით თუ გახსოვთ, ხო, კერჩხიბი და თხის რქაც. აქ არის კარიერულ თემებთან და სტატუსთან დაკავშირებული თემები და ის გარკვეული შეცდომები, რომელიც ადრე დაუშვეს, ახლა შეიძლება ძალიან კარგად გამოასწორონ. ახლა შეიძლება გვირგვინიც დაიდგან თავზე, ანუ ამის თქმა მინდა. მაგრამ ასევე დიდი ალბათობით თუ რაღაც გარკვეულ მანევრირებას არასწორად მოახდენენ, შეიძლება უკვე ეს იყოს კრახი მათთვის, როგორც კარიერულ ასპარეზზე ორმაგია რა, აქაც მიხვდით, ხო? ანუ შეიძლება ძალიან მით უმეტეს კერჩხებს ძალიან კარგი ინტუიცია აქვს, ხო? ძალიან გამოარჩევს ეს ინტუიცია და თავის ირწმუნოს და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ უნდა იყოს ფრთხილად. ბეწვის ხიდზე გადიან კერჩხებები. ანუ ორმაგია აქაც, შეიძლება ძალიან კარგიც იყოს, მაგრამ შეიძლება შეცდომებიდან გამომდინარე, მაგალითად ოჯახის, ხო, მერე პრობლემები შექმნას სერიოზული. ლომის ზოდიაქოს ნიშანი, რაც შეეხება ლომებს, ну, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მათთვისაც და ლომებმაც არ გადაამეტონ ერთი მხრივ, აი ეს ზომიერება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის გარკვეული ფილოსოფიის ცვლილება. ცხოვრებისეული ფილოსოფიის ცვლილებაზე მაქვს საუბარი, უცხოეთთან დაკავშირებული, კანონთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, შეიძლება რაღაც სასამართლო პროცესების პასუხი, რომელიც გაჭიანურებული იყო, სწორედ ახლა ძალიან კარგად აგვირგვინდეს. ანუ შედეგების კუთხით შეიძლება წარსულიდან გამომდინარე, კარგი პასუხები ან გაახაროთ, მოკლედ, კარგმა ცვლილებებმა. პრობლემა რა შეიძლება იყოს? პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად უცხოელებთან ან უცხოეთში მოგზაურობის დროს რაღაცა გარკვეული თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება იყოს. ამიტომ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, მოკლედ და თავშეკავებულიც, ხო? გარკვეულწილად. ქალწული.
ქალწულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, მით უმეტეს ერთ-ერთი დაბნელება ხდება ზუსტად ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, მთვარე ქალწულს გადისწორედ, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ციკლია, თუმცა ეს სხვა გადაცემის თემა იქნება და რადგან ამ პერიოდში ყვება ქალწულიც, პირველ რიგში საკმაოდ რაციონალური გონების ნიშანია ქალწული და ეს ერთ-ერთი პლუსია, მაგრამ აქ უკვე აქცენტს სამყარო აკეთებს, მემკვიდრეობის საკითხები, მსხვილი კაპიტალდაბანდებები, აი ეს ყველაფერი ახლა იქნებოდა არც ისე კარგი გადაწყვეტილება, მაგალითად ახლა რო დაიწყოს რაღაცების წარმოება, თუმცა თუ რაღაც ძველი არის, ამისთვის უკვე ფუნდამენტი არის ყველანაირად რომ მოსავალი აიღოს ქალწულმა და საკმაოდ დიდ შემოსავლებზე შეიძლება გავიდეს ამ კუთხით. დრო რამდენი დაგვრჩა თან გითხარით ამავდროულად? ხო, სასწორისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ძირითადად პარტნიორული საკითხების კუთხით, ამიტომ პარტნიორებთან ისევ და ისევ სასიყვარულო სამკუთხედის კუთხით ფრთხილად. სხვა მხრივ შეიძლება საკმაოდ საინტერესო ნაცნობობას კონდეს ადგილი, რომელიც მერე გამყარდება. მორიელის ზოდიაქოს ნიშანზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ჩვეულებრივი მებრძოლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ და ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობას და ენერგოტონუსს თუ მიაქცევს ყურადღებას, ანუ შეიძლება ისეთი დეტალები და ისეთი თითქოს წვრილმანებიდან იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცები გაიხსნას მის ცხოვრებაში, რომ თვითონაც გაოცებული დარჩეს. საკმაოდ კარგი პერიოდია, უბრალოდ დეტალებზე ყურადღება გაამახვილოს. მშვილდოსანს რაც შეეხება, მშვილდოსნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ისევ და ისევ აღნიშნავდი, მშვილდოსნისთვისაც ფრთხილად იყოს, ცოტა ავანტურისტი და ცოტა თავგადასავლების მოყვარულია და ამიტომ აქაც ზომიერება თორე პირად სასიყვარულო თემაში გადამეტებას შეიძლება კონდეს ადგილი, აქაც ამიტომ ფრთხილად იყვნენ მით უმეტეს თუ დაოჯახებულები არიან. სხვა მხრივ ბავშვები შეიძლება იყოს სიხარულის თემა, თუნდაც ბიზნესი ბავშვებთან დაკავშირებული იქნება და ძალიან კარგი. საბავშვო ბაღი თუ სხვა. ხისკის ზოდიაქოს ნიშნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ხისკის ძალიან სერიოზული ნიშანია, ვიცით და თუ ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობს ოჯახის წევრებს, ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი დასაწყისი საერთო ოჯახური ბიზნესის მაგალითად. შეიძლება ბევრმა ხისკამ სწორად ახლა შეიძინოს ბინა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებიც სწორად ახლა მოგვარდეს. ისინი, ვინც თხის, ხო, დავამატოთ აქვე, მოვასწრებთ. ეს ზოდიაქოს ნიშნები, მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნებმა კი არა, იგივე ასცენდენტით, ვინც ცოტა მეტად ერკვევა, შეუძლიათ მოისმინონ და ასევე მთვარის მდებარეობა. ხო? უფრო გავაფართოოთ არეალი. და მერწყული და თევზები დაგვრჩა. მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ მერწყული ცოტა მეტი რაციონალიზმი, ცოტა მეტი time management-ი და პრინციპში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები, შეიძლება მივლინებები, რომელიც მე მსხვილ რაღაც პროექტებამდე მიიყვანს, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ესეც. მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი დაიწყება მერწყულებისთვის, კიდევ უფრო მარტის ბოლოსკენ კიდევ უფრო ნახავს მერე გაუმჯობესდება მოკლედ მისი კარიერულიც და ზოგადად ენერგოტონუსიც და თევზები. თევზებისთვის ბრწყინვალე პერიოდია, აი მოდი ახლა თევზებო პირდაპირ გეტყვით. თუ გინდათ რომ მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ, კარგად დაფიქრდით იმაზე თუ რა ხარვეზები გქონდათ, თუ რა შეცდომები დაუშვით მანამდე, რატომ არ გამოვიდა, როგორ არ გამოვიდა და ახლა უკვე დაიწყეთ თავიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი მატერიალური სრულფასოვანი გაჯანსაღებისთვის, მოდი ესე ვთქვათ, მატერიალური მდგომარეობის პირველ რიგში. ეს იქნება კაპიტალდაბანდებები თუ სხვა. ეხლა ნახეთ ყველა სფერო ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელიც აღნიშნეთ, ესენია საფრთხილოც და აქვე არის უკვე მერე სიახლეების დასაწყისი. კეთი, უღრმესი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. ძალიან საინტერესო. არ მეგონა რომ დასრულებული იყო იმდენი საინტერესო ინფორმაცია და რჩევა მოვისმინე. მიხარია. ვიცით ვინ როგორ მოვიქცეთ? თან კიდევ ერთხელ ახალი წელია, რეალური ახალი წელი, ანუ ეს ახალი წელი ესე სიტყვაზე უბრალოდ არ ვამბობ ამას, ანუ რეალურად სამყაროს ერთ-ერთი დედამიწაზე ყოველ შემთხვევაში არსებული ციკლის განახლება ხდება ამ დროს ყოველ წელს, ხო? ამიტომ გირჩევთ კიდეც რომ მიაქციოთ ყურადღება და დაბნელებების დერეფანი 14-დან 29-მდე გვაქვს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მანამდე ვეცადოთ ყველანაირი ტვირთი ცხოვრებიდან მოვიშოროთ.